ოდნავ ნიავია, ოდნავ. გიას ველოდებით. ერთად ჩემო. ფისოები არ გამოდიან ამ სიცხეში. როგორ გამოვლენ? აი, კარი ჩრდილი ცოტა ხანია აქ დავდგეთ. ესე. აქ. ჩემი სათვალე მინდა და ვეღარ ამოვიღე. თორე ისეთი სიცხეა. რა ვიკეთოთ? სათვალე თვალებს ვერ ვახელ. რა წივის? რა უნდა? უკუშლისა. ვიცოდე, ზოგი მას შეიძლება დაატორმოზოს. ვიღაცა ნაცნობი მოვიდეს გამოელაპარაკოს და გეძოს ფეხი ტორმოზზე. და ხო, კარგათავ ვერ ეტყვი და წასვლა გინდა და აღმოჩნდა რომ უკუსლაშია ჩაგდები. მიგდი? ამიტომ ეს სიგნალი ყოველთვის გეუბნება რომ ერშია. მექანიზმი და თილად იყავ. მე მაქვს მექანიკა ჩაბარებული. და ავტომატიკა შემიძლია ჩვეულებრივად რომ ვატარო, მაგრამ თავისებურად მაინც უნდა ცოდნა, ხო? ავტომატიკა თანამარტივი. პრაქტიკა უნდა მაინც გია. როცა არის აი 5 წუთიანი პრაქტიკა უნდა. მართლა. თუ რულის ტრიალი სიუკმეტი არაფერი სიჩქარეა ის. კონსოლი არის აი უმარტივეს. მათისაც ვასწავლი რომ მე მექანიკა მიყვარს. მე არ მიყვარს მექანიკა. მისთვის ავიღე მართვის მოწმობა გოგოები. ამის კომფორტი სხვა. მთვის რო გავზრდი მე მექნება მაგის პროფილება ალბათ. მექანიკა კარგია რომ ის კონკაობს ამით რა რომ აი ბოლომდე გააწურინო ყოველ სიჩქარეს და თორე ჩვეულებრივ რიტმში სიარულის მექანიკა რა ის მარტო უნდა წარამარა ის ხელი დაკავებული კონდეს და ფეხის სეპლენეზე. აი როცა ძალიან გინდა რაღაცა აკრეფინო და რა ხო ხდები? აი ამას განიცდი ხელში გიჭირავს ამ ხმასუს მე როდის გადაიწვო გასაგები. ახლა ეგრე ყოველ
ყოველ დღე ხო არავინ არ დადის არა. ყოველ დღე კი არა, მე მგონი რაც არასდროს არ მივიდა. არა. თაყაიშვილზე წავიდე თუ აქ მივიდა. რა ვიცი კი, აბა თაყაიშვილზე წავიდეთ. გავისეირნოს. იმიტომ ხო, იცოდი რომ მაგას გეტყოდი არა. ის რა მნიშვნელობა აქვს? ორივე განიყიდა. წამ. ეხლა იცი რა გამახსენდა. მათ ეძახში დავტოვეთ ნიკასთან არის? წამოვედით, გამოვეპარეთ. თან ეძინა. გავისეირნოთ, ხო იცი, არაფერს არ გახსენებს. ვერა. ნადირობის სეზონი მაშინ. აჰა. აბა, თან თევზაობდა როგორ არის? თან ნადირო თან თევზა. შენ შემთხვევაც ეგრეთია. ეს რა ჩართული გაქვს? დიდი სამბით. დამბლოკოს, YouTube გაიგებს ისეთი უხერია. ოხერი YouTube-ია? ოხერი YouTube-ია გაიგებს. ზუსტად მაგას ვლაპარაკობდია. ჯერჯერობით სიგრილი არის ხო? ცოტათი. ისიც არის. აი ხო ბევრჯერ გვიქია ეხლა რომ ეხლა მთაში კარგი იქნება ხო? ხო. ცხელა ქალაქში და უშინ პროგნოზს მენაკ რადიოში. და რაჭაზე ამბობენ დღეს ანუ 18 გრადუსი. ხო, ამბროლაურში 38 გრადუსი. მეთქიო, აი, ამბროლაურში 38 რა აზრი აქვს თაში წასვლას. ეხლა არც მთა არ ძღვა, პადვალში უნდა ჩახვიდე. თუ ვიდა რომ სიცხეს გადავარჩი. მე როგორ არის გზა გავრჩება. გადათხარეს და ხო იცი როგორ ხდება. 15 წუთში თხრიან და 1 წელიწადი უნდა გაკეთდეს. ასე მგონია რომ ჩემი სათვალე არის დაბრეცილი და არ არის. ანუ არასწორად რაღაცა ესე მიჩვენება, მაგრამ არ არის. ანუ მოიხდი. მაგრამ სავის ხუთი ხოა. კი, სუბოტში. ინფორმაცია არ მიიღო. მაინც კარგია ჩვენი საქართველო. ქალაქები უფრო სწორად. იდე. კი. ამაზე ესეთი მომწ. ჩემი და მამისია სურათი გადოს. რა?
რომ მივდიოდით. მე და გია და ხმა რო გაიგო მათი. დედა პეპსი მოიტანე. Ani კიდევ ერთ ჩემო ძინარი მეუბნება. როგორ არ მეყიდა. მოვუტანეთ. აქ არის გოგოებო ღვიძლი, ეს უნდა გავაკეთო ახლა. საჭმელი. კარაქი. ამას ჯერჯერობით მაცივაში შევინახავ, გადნეს და ნიკასთან უყვარს პეჩენიებთან ერთად პეჩენიებს ვიყიდე, ეს არის ქინძი საჭმელისთვის. ორი ერთი ცალი, იმიტომ რომ მეტი არ მინდა. ხაღალდები, კვერცხი და კიდე ვიყიდე. კვერცხი და პეჩენი. ეს ცოტა ხანი შევინახოთ, მიწუჩი ალაფეთ. საჭმელი მოსამზადებლად პირველი პირი წყალი ვადუღე 10 წუთი და გადავუწურე. ფაქტიურად უკვე მოხარშულია ეს, იმიტომ რომ ვადუღე, მაგრამ პირველ პირს ყოველთვის ვუწურავ ხოლმე. ახლა ამას დავამატებ ცოტა კარაქს. იმიტომ რომ რო გადავუწურე ცხენი საერთოდ არ აქვს. დავამატებ ცოტა ცოცხალი გამოდოდი გოგოებო. ახლა დავამატებ ქინძს, დაჭრილი მაქვს თან უკვე. ქინძი. ნახეთ, კარგად გავრიცხე და ფუსებიც დავჭერე. ქინძი, ხმარილი, ცოტა ახლა და შაურბეკილი და მორჩი. გადავი ჩვენ საჭმელი და ცხელათან სახში შეძანაგაზი რომ ჩართული. შავი პირველი და მორჩი. ამ სიცხეში ყველა სხვადასხვა საჭმელი უნდა და ეს მათთვის. შევწე. შუქი რო უტყავს ციმციმებს გოგოებო, მაგრამ ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ როგორი გამოდის ნიკას ოთახი. რა თქმა უნდა ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ აი ფერი ნახეთ, ესეთი ფერია. რავი, ლამაზი გამოვა, მთლიანად რო გაეკვრება. მე ეს გაჩვენებს რომ დავასრულებთ.